მოგესალმებით, მეგობრებო, მნიშვნელოვანი მოვლენა გვაქვს 21 დეკემბერს ცაზე. მზე გადადის თხის რგის ზოდიაქოში და არის მზებუდობა და ეზოთერულად ეს არის მზის დაბადება ზოგადად. და ძალიან მნიშვნელოვანი ენერგეტიკული დატვირთვა აქვს უფრო ეზოთერული კუთხით, უფრო ასტროლოგიურად, ვიდრე ახლა ისე ასტრონომიულად, თუმცა ასტრონომიული მოვლენაც არის, მაგრამ ჩვენ ვისაუბრებთ რა ენერგეტიკული დატვირთვა აქვს ამ ტრანზიტს, ესე რომ ვთქვათ, როგორ შეიძლება ეს ენერგიები გამოვიყენოთ, რა უნდა გავაცნობიეროთ ამ პერიოდში. საერთოდ ეს არის მთელი ციკლის დასასრული, მზის გაზრდას და ესე უკუსვლის ენერგია სრულდება ფაქტიურად, ანუ მთელი წელი, მზის მთელი წელი სრულდება. რელიგიაში ეს იყო 24 დეკემბერი ღამე, მაგალითად, როდესაც უკვე ქრისტეშობის ახალი ათვლა ხდებოდა, ანუ ახალ მზეზე ხდებოდა რა მოხდა და ქრისტეშობა. და სიმბოლურიც არის ეს იმ კუთხით, რომ ეს არის ახალი ციკლის დასაწყისი. და ეზოთერიკაში არის პრაქტიკა, როდესაც მაგალითად 21 დეკემბერს ეგებებოდნენ დილი თუთენია მზის ამოსვლას და ხდებოდა რაღაც წარსულის გათავისუფლება, თითქოს რაღაც უფრო რიტუალური სახე ქონდა ამას, როდესაც საქართველოშიც იყო ეს რიტუალი, როდესაც მზის დაბადებას რაღაცნაირად აღნიშნავდნენ, ხო, სხვადასხვა რიტუალებით. ანუ რეალურად ენერგეტიკულ დონეზე ახალი წელი არის ხვალ 21 დეკემბერს. და ეს ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს ენერგია ცაზე რაც არის უფრო ფსიქოლოგიურადაც, ხო? ძალიან კარგი პერიოდი არის დღეს მაგალითად მოხდეს განჯაჭვა ძველი ემოციებისგან, დახურვა ძველი კარმული პროგრამების. კარმულს როცა ვლაპარაკობთ, ეს არის ენერგეტიკული სტრუქტურა ჩვენში, რაღაც განდევნილი ძველი ემოციები, განდევნილი არანაცხოვრები, ძველი სტრუქტურები, რომელიც ძალიან კარგი პერიოდი არის ამ დღეს მაგალითად მოვახდინოთ გათავისუფლება, დახურვა ამ წინა ენერგეტიკული, ეს იქნება კარმული პროგრამები, ეს იქნება ურთიერთობებში მაგალითად რაღაც დახურვა, რაღაც გაცნობიერება, რაღაცნაირად როცა ხდება შეხვედრა რეალობასთან და გაშვება შესაბამისად წარსულის. იქნება ეს პირად ურთიერთობები ცოლ-ქმარს შორის, მაგალითად იქნება ეს მეგობრული ურთიერთობების თუ უბრალოდ სხვადასხვა გაცნობიერებები, რომელიც უკვე დროსა და სივრცეში აღარ უნდა წავიღოთ ახალ დროებაში, ხო? მაგალითად მომავალში აღარ შევიტანოთ ეს ენერგია. თან ახალმთვარეობა 20-ში ეს ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი არის, როდესაც ახალმთვარეობა გვეუბნება მშვილდოსნის ბოლო გრადუსზე, ამიტომ არის ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს ახალმთვარეობა. და ბოლო გრადუსზე მიანიშნებდა იმას, რომ ახალი თავგადასავლების, ახალი მშვილდოსანი ეს არის დიდი მიზნები, რომელიც სხვათაშორის მზეც ეხლა ბოლო გრადუსებში ნეგატიურ კვადრატურას ქმნიდა სატურნთან და ნეპტუნთან და მთვარესთან ერთად და ეს ნიშნავს ადამიანურ ენაზე, რომ დიდი გეგმები, რომელიც გამოცდას გაივლის სატურნი. სატურნი გვეუბნება, რომ შენ კი რაღაც ძალიან გინდა, ან დიდ გეგმებს აწყობ, მაგრამ რამდენად გაქვს მაგალითად უფრო გაჩერდი და დაფიქრდი, ეს შენი ოცნებები, ეს გეგმები რამდენად მართლა გჭირდება, რამდენად მნიშვნელოვანი არის და რამდენად გამოხატავს შენ რეალურ ნამდვილ სურვილებს, ხომ? ოცნებების იგულისხმება აქ, იმიტომ რომ იუპიტერიანული ენერგია არის ჩართული მშვილდოსანი, ეს არის დიდი ოცნება, დიდი სურვილები. მოდით ესე რომ გითხრათ, ბედნიერების სურვილი, დიდი ბედნიერების სურვილი ამ დღეებში განსაკუთრებით იქნებოდა წამოჭრილი უმეტეს შემთხვევაში. თუმცა სატურნის შეზღუდვებს დაეჯახებოდა აუცილებლად, ეს იქნებოდა შეფერხება, ეს იქნებოდა რაღაცნაირად გაჩერება იმ კუთხით, რომ გადავხედოთ მართლა ეს ოცნებები და ეს სურვილები მართლა გვინდა მომავალში წავიღოთ თუ არა. და ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ ეს დღეები, იმიტომ რომ ეს კვადრატურა გარკვეულწილად ცოტა მუშაობს
რაღაც პერიოდი იმუშავებს, ახლა მთვარეობა ნიშნავს, რომ მთელი თვის პროგნოზში, მთელი თვის ენერგია როგორი იქნება, მაგალითად, და სატურნული ენერგია იქნება მთელი თვის განმავლობაში, სადაც გვეუბნება სამყარო, რომ განა გაჩერებ, განა გიზღუდავ რაღაცებს, გაჩერებ იმისთვის, რომ დაფიქრდე, რამდენად გინდა მართლა ეს ყველაფერი. რამდენად გიღირს, რამდენად მნიშვნელოვანია და რამდენად შეგიძლია შენ ამისთვის იბრძოლო. პრაგმატულად, პრაქტიკული გეგმები დასახო და აი შემდეგ უკვე მოვა ის, რაც მართლა დარჩება ამ ოცნებებისგან რეალური შესახები და შენთვის საჭირო, ხო? აი ეს მთელი თვის განმავლობაში იქნება ეს გავლენა ამ ახალმთვარეობის და პლუს ხო დღის რქაში გადადის 21-დან საღამოდან შედარებით ღამე გადადის მზე თხის რქის ზოდიაქოში იქნება მზე ბუდობა, ეს ნიშნავს ყველაზე გრძელი ღამე და ყველაზე მოკლე დღე. და აქედან იწყება უკვე ნენელა გადიდება დღის და ეს არის ზუსტად ახალი წელი, მზის ახალი წელი, მზის დაბადებას ეძახდნენ ადრე. ეს მზის დაბადება ძალიან სიმბოლური არის და მოითხოვს ჩვენგან ასევე განახლებას, რაღაც ახალს, რაღაც ახალ იმპულსს, რაღაც ენერგეტიკულ განახლებასაც, აი ცოტა ეზოთერული კუთხით რო გითხრათ, ცოტა ენერგეტიკულ პრაქტიკებში რო აგიხსნათ, ხომ? ესე იგი, ეზოთერული ხედვებით, ხა ფსიქოლოგია რო ამბობს, რომ ჩვენ გაჭედილი ემოციები ვართ, ხო? ეზოთერული სფერო იგივეს ამბობს, ოღონდ როგორც ენერგიას, რომ ეს ფსიქოლოგიური გაჭედილი ემოციები იქნება ენერგეტიკულ სტრუქტურად და შემდგომ ეს ენერგეტიკული სტრუქტურა უკვე ზემოქმედებს ჩვენზე. მაგალითად ფსიქოლოგია თუ ამბობს, რომ ერთი და იგივეს თუ ვაკეთებთ დიდხანს, ის უკვე როგორც ხასიათი ისე ჯდება და შემდგომ ის მასზე დამოკიდებული ვხდებით. ესოთერიკა ამბობს, რომ ამ ერთი და იგივე ქმედებებში ყალიბდება განწყობა, ემოცია, ის ენერგიად გარდაიქმნება და იმ ენერგიას უკვე ვატარებთ ჩვენ, ისე რომ ვთქვათ, ხო? ორივე ერთი და იგივეს ამბობს, ოღონდ ენერგეტიკული სტრუქტურები უფრო ეზოთერულად რო ვთქვათ, კიდე ცოტა დამატებით განახლებას მოითხოვს, დამატებით შეხვედრას მოითხოვს საკუთარ თავთან და ეს უბრალოდ ფსიქოლოგიურად მე რაღაცა გავაცნობიერე, საკმარისი ზოგჯერ არ არის ხოლმე საჭირო არის ემოციებში ჩასვლა, შესვლა ამ ენერგიაში, აი განსაკუთრებით ეზოთერულ პრაქტიკებში თუ ამ ენერგოსტრუქტურას გრძნობთ, ვეხებით, იქნება ეს თერაპიული პრაქტიკა თუ ეზოთერული პრაქტიკა თუ ჰიპნოპრაქტიკა, მაგალითად, ხო? აი ეს განახლება, ტრანსფორმაცია, ენერგეტიკული განახლება შეგვიძლია ხოლმე მერე და აი ეს პერიოდი ყველაზე კარგი არის მზის შეხვედრა და მზესთან ურთიერთობა ახალი ენერგიით. აი ხვალიდან მაგალითად მზიანი დღე თუ იქნება, გადით, უბრალოდ დაელაპარაკეთ მზეს, განახლდით, აი საკუთარ თავთან თვითრეფლექსია ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ დროს და ახალი იმედით, მზეს უყვარს იმედები, მზის ენერგია ზოგადად იმედები, ოპტიმიზმი, განახლება, საკუთარ თავში ახალი ძალების პოვნა, ახალი ენთუზიაზმის პოვნა, მაგალითად ეს ლომური ზოგადად ზის ენერგეტიკა არის. და აი ამ განახლებულო ენერგეტიკულ ვიბრაციაში ჩვენც მართლა რაღაც განახლებას ვიღებთ, ენერგეტიკულ განახლებას ვიღებთ და სამყაროს მესიჯის ეს არის, რომ ამ ბნელ ღამეს, ყველაზე გრძელ ბნელ ღამეს ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენ სადღაც მოვიშოროთ ის ძველი სტრუქტურები, ის ძველი პროგრამები, ნეგატიური და აი დაჭაობებულს რო ეძახიან, ხომ? აი შინაგანად რო უკვე გადაგვხალა, მაგალითად შინაგანად უკვე აი ვათრევთ ესე გამოდის. ან უბრალოდ წინა წლის დახურვა, უბრალოდ გაანალიზეთ. როგორი წელი გქონდათ, რა მოგიტანათ ამ წელმა, რა შეცდომები დაუშვით. სად მოარღვიეთ თქვენი საზღვრები, სად მოარღვიეთ ვინმე სხვის საზღვრები მაგალითად, ხო? ამ ყველაფრის გაანალიზებისთვის საუკეთესო დღე არის, რომ შემდგომ უკვე ახალი მზის დაბადებას შევხვდეთ გაცნობიერებულები, გაანალიზებულები და რა არის იცით გაცნობიერება, ეხლა მთელი წლის ანალიზს თუ აკეთებთ ზოგადად, ეხლა ის კი არა რომ გავიხსენოთ უბრალოდ ახლა ამ თვეს რა ხდებოდა და იმ თვეს რა ხდებოდა. მთლიანი წელი შემაჯამებლად, რა მომიტანა ამ წელმა, სად ვიყავი მე ენერგეტიკულად, სად ვიყავი ემოციურად, რა ემოციურ ჩახვევაში ვიყავი, ზოგ შეიძლება ქონდა გადაღლილობა, ზოგს ქონდა რაღაც ახალი
სტიმული მაგალითად, ზოგს ჰქონდა სტიმული და შეფერხება ერთად, ზოგს ჰქონდა ახალი კარიერული ცვლილებები, ხო? აი რა უნდა დარჩეს აი ამ წლიდან და რა არის გასაშვები? ძალიან კარგი არის ახლა გასაცნობიერებლად, გასაანალიზებლად, თვითრეფლექსიისთვის და განახლებულების შევხვდეთ აი ამ მომავალ, რეალურად მომავალ წელს, ანუ ნამდვილი ახალი წელი, კალენდარულ დონეზე და ეზოთერულად და ასტრონომიულადაც ხო ნამდვილი ახალი წელი იწყება 21-დან და თხის რქაშიც რო გადადის, მზე სხვა თხის რქებისთვის ბევრად კარგი პერიოდი იქნება ზოდიაქოთი თხის რქებისთვის, იმიტომ რომ საერთოდ როცა არის მზე წინა ნიშანში, მაგალითად, ახლა მერწყულებს დაეწყებათ წინა დაბადების დღის პერიოდი. როცა მზე იყო მშვილდოსანში, თხის რქებს ჰქონდათ დაბადების დღის წინა თვე, მაგალითად, და ასტროლოგიურად ეს არის, როცა ჩვენი მზე იმყოფება სიმბოლურად გეუბნებით, ჩვენს მე-12 სახლში, მაგალითად, ახლა მერწყულებს ექნებათ ეს მზე მე-12 სახლში, მანამდე ჰქონდათ თხის რქებს და მე-12 სახლი რა არის? ეს არის უფრო დაბალი იმუნიტეტი, დაბალი იղბალი, ცოტა გადაღლილობა, ცოტა სისუსტე და ეხლა რომ პირველ სახლში, მზის პირველ სახლში გადმოვა, აქ უკვე მზე თხის რქებისთვის, მაგალითად ეს იქნება უკვე ბევრად უფრო ძლიერი ფიზიკური ენერგია, ბევრად უფრო იղბალიც იხსნება, პირადი ინიციატივებიც იხსნება, ენერგია იმატებს ფიზიკურ და ემოციურ, ფსიქოლოგიურ დონეზე და თხის რქებისთვის ბევრად სასიამოვნო და პოზიტიური პერიოდი იქნება ეხლა ვიდრე მაგალითად მერწყულებისთვის, თუმცა ერთ წეში მერწყულებსაც იგივე კარგი პერიოდი დაეწყებათ ზოგადად ვამბობ, თორე შეიძლება ტრანზიტულად ისეთ კაი პერიოდი ქონდეთ, რომ ნაკლებად რომ შეხვდეთ, თუმცა ყოველთვის მზე როდესაც მე-12 სახლში არის, ეს შედარებით გაჩერების და თვითრეფლექსიის პერიოდი არის, ახლა მერწყულებს აქვთ უფრო აი ეს თვითრეფლექსიის პერიოდის დაწყება ხვალიდან და ეს არის შემაჯამებელი უკვე დაბადების დღე ადამიანის ახალ წელს ესე აღვიქანთ ხოლმე და აი იმ ახალი წლის შემაჯამებელი არის უკვე ინდივიდუალურად ზოდიაქოს ნიშნებისთვის, როგორც მზის დაბადება, ანუ თვითონ როცა დაიბადა ადამიანი, ხო? და კალენდარული 21 დეკემბერი ეს არის მზის ახალი წელი, მზის ენერგეტიკული ცვლილება, რომელიც ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ, როგორც წლის შემაჯამებელი, როგორც ახალი ენერგიის შემოყვანის რაღაც დიდი ესეთი მომენტი, საშუალება და უნდა გამოვიყენოთ ეს მომენტი, უნდა გავუხსნათ კარები ახალ წელს, ახალ ენერგიას, ახალ მზეს, ახალ იმედებს, ახალ შესაძლებლობებს და თუ რაღაცები ძველი გვიჭერს, ახალი შესაძლებლობები არ მოდის ხოლმე, იქნება ეს პირადი ურთიერთობები, იქნება ეს სამსახურებრივ კარიერული სფერო, რაღაცას თუ ვეჭიდებით, რაღაცას თუ ვატარებთ, ახალი ენერგია აღარ შემოდის, ვიჭედებით ენერგიაში. ამიტომ ეს დღე გამოიყენეთ თვითრეფლექსიისთვის, გამოიყენეთ გაცნობიერებებისთვის და მოემზადეთ ახალი წლისთვის, მზის ახალი დაბადებისთვის. შეხვდით მზეს, ჩაიფიქრეთ სურვილი, თუ გნებათ, ოღონდ ეს სურვილი უნდა იყოს ძალიან გაცნობიერებული, ძალიან იცით როგორი სურვილი უნდა იყოს, უფრო ის კი არა მანქანა მინდა და სახლი მინდა. თუმცა ესეც შეიძლება რომ სახლი მინდა, იმიტომ რომ და მე გაცნობიერება მოხდეს ამ ყველაფრის. არამედ უფრო ხასერად პირობა რომ დაიდოს საკუთარ თავთან, რომ აი საკუთარ შინაგან მე სუთხრათ, რომ რაც გინდა მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს მოხდეს და სამყაროში გავუშვათ სიგნალები, რომ უბრალოდ ეს გვინდა და გავეხსნათ ამ ენერგიას, ხო? და აქაც თვითრეფლექსია მოხდეს, თუ არის რაღაც პრობლემები, რატო არ ვეხსნებით მაგალითად ამ ენერგიას, აქაც ძალიან მნიშვნელოვანი არის ამის გაცნობიერება. მოკლედ ეს მინდოდა თქვენთვის ძალიან მოკლე ვიდეოში შემომეთავაზებინა, გამეცნობინებინა, ახლა გამოცდილებითაც გეუბნებით, რომ სულ რო აკვირდებოდი ხოლმე აი ამ დღის ენერგიას, სულ რაღაცას ხურავ მე პირადად. აი ის დღე მაქვს ხოლმე რაღაცნაირად გაცნობიერების, რაღაცის მოშორების, რაღაცის გაშვების, მოდით ესე ვთქვათ და ხვდები ხოლმე, რომ სიახლეების დროა ენერგეტიკულად, ფსიქოლოგიურად თუ რეალურ ცხოვრებაში და აი ამ სიახლეებს გისურვებთ პოზიტიურ სიახლეებს თქვენც. პოზიტიურ მომავალ წელს გისურვებთ, რა თქმა უნდა, მზის მომავალ წელს და გამოიყენეთ ეს პერიოდი აი ამ სიახლეების შემოსაშვებად თქვენ ცხოვრებაში, დროებით და გემშვიდობებით.